აბა, მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, გამომწერებო. პირველ რიგში უნდა გადავაწოდო და პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და არხის გამოწერისთვის. დავასრულებ და მე ვილაპარაკე. როგორც იცით, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვართ არსად. სულ გვიწერთ ხოლმე რომ აი თქვენი ძველებური გასვლა დააბრუნეთო. ხო და აკო დღეს სად ვართ? აბა შენი იმით შემართებით და ომოხიანი ხმით გითხარი. დღეს ვართ მანგლისში, მივიდივართ კრეკარზე, გავიარსნა სოფელი ნამტრიანი და გველოდება წინ თოლიენ აღმართები. და დაუზეპირებია. და ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. არ ვართ მარტოები. არ ვართ მარტოები, კი. 900 იქიდან ჩამოვიყვანეთ ჩვენი მეგობარი იუთუბერები, ოღონდ მართლა 900 იქიდან ჩამოვიდნენ. დღეს ჩვენთან ერთად გასვლაზე მოდიან 900 იქით ბიჭები თავისი მანქანებით. მოგესალმებით ყველას. თქვენ მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, თქვენ მოგვიწვიეთ ამ გასვლისთვის. და რა ვიცი, იმედია ყველაფერს ჩავატარებთ ბედნიერად, არანაირი დაზიანებები არ გვექნება, ყველაფერს მოვივლით ხალისიანად, რაც შეიძლება რთულ დაბრკოლებებს, რაც შეიძლება მარტივად გადავლახავთ. რა ვიცი, იმედია ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე ყოფილა ჩვენს ორივე არხებზე. ნუ რა არის მთავარი ახლა მოკლედ რა. სიფრთხილე. თქვენ ვიდეოებსაც უყურებთ. თქვენც უყურებთ ჩვენს. ჭკვიანი ხალხი ვართ მოკლედ, გაფუჭება არ გვიყვარს მანქანების. ოჰო. კი. არ გვიყვარს მოკლედ მანქანების გაფუჭება. შევეცდებთ რაც შეიძლება მშვიდად ვიაროთ, მაგრამ ამავდროულად ექსტრემალურად და კარგი კადრებით შემოგთავაზოთ. ვნახოთ რა იქნება. მანქანებს სხვათა შორის რა, ხან ვაზიანებთ, ხან რაშვებით და ერთი ღილაკს უნდა დააჭიროთ ხელი. ერთ ღილაკს. ანუ ჩვენ ამდენ მანქანას ვიყენებთ იმისათვის, რომ აი ესეთი ლამაზი კადრები შემოგთავაზოთ. სულ ყველა თქვენ აი ეს ერთი პატარა თითის ერთ პატარა ღილაკზე რა მოხდა რა დააჭირეთ რა. აქვე დავდებთ ბიჭების არხის ლინკს, ვიდეოში ჩავდებთ და description-ში, ანუ ვიდეოს აღწერაში იქნება და გთხოვთ ყველას რომ გამოიწეროთ მათი არხიც. ერთს დავამატებდი რომ მშვიდობით ვიაროთ და მანქანა არ დავაზიანოთო, ეგ დღეს challenge იქნება, იმიტომ რომ თრონიკე იქით დგას ხა აქ არ გამოჩნდა. იქით უყენია თავისი Land Rover-ი და არ ვიცი, ნახოთ, საბურავი 4-ვე აქვს ჯერჯერობით და მინიმუმ საბურავზე მაინც უნდა ვინერვიულოთ, სხვა თუ არაფერი. ასე ზოგადად რა მანქანებით ვართ დღეს, ანუ ძალიან ხშირად გვიწერდით ხოლმე რომ ნიკოლაუსის მანქანა გამოაჩინეთ და აკოს მანქანა გამოაჩინეთო და წინსწრებით გეტყვით რომ აგერ არის აკოს მანქანა და წინ არის ნიკოლაუსის მანქანა. დავიწყოთ მოდის სპორტი ყოფილა ეს ფრანგლერი 32-იან დურატრეკებზე ახლა როგორც უყურებ 33-ს ეს არ გავს. არანაირი ბლოკირებები არ აქვს. აკოს მანქანა კი იცით უკვე კარგად, ესაც 32-იან გუდრიჩებზე არის, უკან LST აქვს, დანარჩენი არაფერი. ყავს კიდევ აგერ ერთი აკოსნაირი მანქანა, ოღონდ ეს არის ფორანერი, ამერიკული, 33-იან გუდრიჩ სატეებზე. ასევე ბიჭების მეხუთე თაობა ფორანერი, რომელიც არის უკვე კარგად მომზადებული, ჯალამბარიც აქვს ყველაფერიც და არის 35-იან კონფოსერის საბურავებზე, სხვა შორის ძალიან საინტერესო საბურავია და სიამოვნებით გავტესტავდი რაიმე მსგავსი ნახატის მქონე საბურავს. მანქანა კარგად მომზადებულია, მათ შორის შეცვლილი არის ზედა ეგრეთ წოდებული გიტარები და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. აქ უკანა ხიდის ბლოკირება, იმიტომ რომ TRD-ა. შემდეგი უკვე გახლავთ ნიკოლაუსის მანქანა, ამ მანქანის პრაქტიკულად დებიუტია, ანუ გასვლაზე ჯერჯერობით არ ყოფილა არსად, დგას 33-იან გუდრიჩებზე, ნუ სლაიდერები გაკეთებული აქვს, დამცავები რაღაცები არა აქვს, უკანა ხიდის ბლოკირება აქვს, ჯალამბარი ამ მანქანაზე არ აქვს. და თორნიკე იმალება იქ ჩვენი არხის თავარი შემარცხვენელი, რომელიც გაჩერებულია აქ უკანა ხიდის ბლოკირება, კი იცით 33-იან საბურავებზეა, ჯალამბარიც აქვს. ნახოთ აბა დღეს შეგვარცხნეს თუ არა ჩვენი არხის თავარი შეგვარცხენელი. ეხა რას ვაკეთებ? საბურავებს უშვებთ, რომ დავრბილდეთ, ესე ვიაროთ. ერთ დაურებზე ვაყენებ მე სტანდარტულად, რაც ამ დამშვებები არის დაყენებული რა. სუბუქია მანქანა და მაგიტომ ამ საბურავებზე დიდად 1.5 ჰექტარები დიდად არ ეტყობა და ბიჭები უშვებენ 1.7, 1.8-ზე, როგორც თქვენ. ნიკულ შენ რამდენზე უშვებ? არ გვეუბნება არაფერს. ნიკოლა მარიცის. ნიკოლა შოქშია თავის მანქანით როა წამოსული. ხო. აი,
მივდივართ ახლა ჩვენი ეკიპაჟი ბოლოს მივდივართ რომ ეხა ბავშვები არ დაიფანტნონ რა ვაკონტროლოთ რა სიტუაცია და გადავხვით ეხა უკვე ცოტა თოვლებია რაღაცეებია მაგრამ მივდივართ წყნარად შვიდად წინ არ ვიცი რა საკეთებენ და ჩვენ ახლა დავუტყდებით თან პირველად ვართ ორივენი ამ მანქანის სხვა ხო მე პირველად ვარ მეც შე ამით არ წამოსულ ხარ სა სად ვიყავ ერთ სტორ ყოფილა ხო და ასე რომ მეგარი აკოს ჩაუსვით მარკეტ ნახოთ აკო რამდენ ხანში გამოვა მწყობი და რამდენ ხანი გავძლებს მარკეტს ნახოთ ტესტავთ მაგ რეჟიმს ხო, აი ასეთი ზედაპირია. ჯერჯერობით არის რაღაცა მომდნარი თოვლი. იქით გვითხრეს შექმნე რეინჯერები, რომლებიც იცავენ ალგეთის ტყეპარკს და გვითხრეს, რომ არის ძალიან დიდი ნამქერებიო და გამოჩნდება რა. მივალთ ადგილზე და ვნახავთ. ეხლა მოდის ფორანდერი მესამე თაობა 33-იან ატეებზე, უკან მოყვება ვრანგლერი, მერე თორნიკე, მერე ნიკუნა. კადრი. კარი კადრი დავშვით. მოდიან ჯერჯერობით ანუ რთული არაფერი არაა სტანდარტული გზა არის ისეთი არაფერი ესაც ვრანგლერი უკან მოყვება თორნიკე და მერე წამოვა ნიკუნა მე ნიკუნაც მოდის დაუშვეს საბურავები და კარგად მოდიან ჯერჯერობით გზა მიდის ისეთი რომ ადგილად ტალახია, ადგილად თოვლი მაგრამ აშკარად ადგილი ისეთია რომ ზაფხულში და გაზაფხულზე ძალიან ლამაზი იქნება და ეხლა რაც უფრო თოვლისკენ წავალთ, მით უფრო გალამაზდება გარემო გზა არის, მივდივართ საკუთარ ზენზემელა. ეხლა მივდივართ სოფელი პატარა ნამტურიანისკენ, ეგეთი სახელი აქვს, რუკაზე იწებნება. ტრეკს მაინც ჩავიწერ, რა ვიცი, ვინმეს თუ დაგჭირდება მერე რომ წამოვიდეთ. ჯერჯერობით ნორმალური კონდიციაა, მაგრამ მერე იწყება უკვე დიდი აღმართები, დიაგონალები, ტყეში შესვლა და მთელი ამბავი. იქ რა იქნება, მერე ნელა ვნახავთ ფოკას. ჯერჯერობით რას თქვია? ჯერჯერობით თავლები რაც დავინახე ძალიან მომეწონა და წინასწორზე იქნება. ძალიან საინტერესო იქ ნამქერიანი ადგილი, განათლილი ადგილები თქვენ ახლა ეში. კი, არის რამდენიმე ადგილი, სადაც ნამყოფები ვართ ადრე რამდენჯერმე, ერთხელ ვერ ავედით კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლი იყო და ნახოთ, ეხლა მივართ, ეხლა უფრო მომზადებული მანქანებით ვართ და შევხედავთ რა იქნება. წავედით. ამო. ეხლა აქ პირველი აღმართი არის, ჩვეულებრივი გზა მიდის ისე, ასე მიდის მოკლე გზაა და შევარდა აკო, აკუჭა. ავიდა. მოდი გადაიღე შენც. აი ეს არის გადამღებების ბედი. ას ვიზავთ აბა. აიგე, მე მეორედ უმანქანოდ წამსვლელი არა ვარ. ეხლა მოდის მეხუთე თაობა 35 მეტრებზე და ვნახოთ რა ისევს. ვინც მოკლე გზაზე არ წავა, დავაჯარიმებთ. გამოვიდა. ეს იყო ეფექტური გავლა. მეორე ეფექტური გავლა. აბა ვრანგლერი არ შეგვართ თქვენს იმედია. აბა დიაგონალებზე გახსნა. ცოტა ისეთი გადასასვლელია. აბა გავიდა. ცოტა გაზი. ვაიმე. ვაიმე. ნახე როგორ გაურისკა? მე მეგონა რომ შუაში უკან დაცურდებოდა. აი ჩვენი რისკიანი მოდის შემარცხვენელი. თორნიკე ხა მაინც არ შემარცხვინო. ესაც ნახე იმის მიმდებარია. აჰა, წავიდა. აბა. აბა წამოვიდა. ნიკუნას დებიუტი. მაგრაცია. და ქარიცაა. არა და ქარი არ უნდა ყოფილიყო. ნოლიაო მომატყუეს. ამიტომ არ უნდა ენდო სინოპტიკოსებს. ო
აგრესია დაგვანახა რა. ხდება. საათ წავიდა. აი ეს იყო ექშენი. აი სარი მარგე მეგობრებო, დარბის თელედრია. ჩვენ კიდე ეს მანქანაში ვზივართ, დავდივართ და ველოდებით როგორ გადაგვიღებს მარგე. აი მოვიდა. მარგე ხო არ დაიღალე? წავედი. მოდი ამ ბიჭები სოფელ. შოთი მინდა გითხრა რომ როგორც სლოპანცის საბურავები ჩვენივე დადის. 10 წუთი დააცეთ. აი ჩვენი კოლონა. ბიჭები და გოგოები აგერ არიან და ეს არის ჩვენი ცნობილი როკ როულინგის აღმართი. ახლა განახებთ როგორ გამოიყურება. ეხლა აქ ესე არ ჩანს, მაგრამ მანქანები რო გამოვიდნენ, კარგად გამოჩნდება რამხელა დიაგონალებია. თან ზედაპირი ცოტა სველია, თოვლიანია და ძალიან კაი გასართობი უნდა იყოს. ასევე შორიდან დავინახეთ იქ ზევით, აი ზევით რაც აღმართებია და პრინციპში ავლადია თითქოს ყველაფერი, მე უკვე ტყეში შევდივართ. მე გამოჩნდება როგორი გზა იქნება. პირველი მანქანა აკუჭა დაიძრა. აუ აკო ბიჭო 2 წუთი ისე ჩამოვიდი შენზე ფსონები რა ხდება? მოდის აკუაბო ნახოთ ერთი აკეთ რას ეზავს. დიაგონალებია და ურჩევს კუთხეებს, რომ კარგად გაიაროს. ეხლა აქაც კარგი ისინია. ახე მოიპარა, მეიტყვილა. აჰა. წავიდა. ძალიან კაი გზაა, მაგრამ მიყვარს ეს გზა. არა, დიაკო, ყველა უნდა გადავიღო მე და ადი და ნიკოლაუსეს გამოყვებო. ავიდა. გაკვალა, მიდის. იქ ზევით კაი ამბებია ის. ანა გაიარა. მოდიან ჩვენი მეგობრები. როგორც იცით, ჩემი მშობლიური მხრიდან, თელავიდან არიან ჩემი დელეგაცია ჩამოსულები. ესაც მეხუთე თაობა 35-იანებზე, მე მგონი ბლოკით ჩართული აქვს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოდის. ეხლა ვნახოთ აქ ზედა დიაგონალებზე როგორ გადაივიდა ის. აბა. კარგად მოდის. ეს აკომ ცუდად გაყვალა რა. ეხლა ყველა მაგ მარტივი გზით მიდიხართ რა არის ეხლა. აი აქ უნდა ჩააგდო. თული ეგა, აბა ეხლა ის რო გაიპარა, ეგრე ხო არ იქნება. აი ნახე ჩელენჯი, ეგრევე ჩელენჯი, ეგრევე იმასպես დააქცეპტეს. აი ეხლა კაი გაშლები იქნება. აი ეს მომწონს. ნუ პრობლემო. აი ხო გითხარი რა, ეგრე უნდა წამოსულიყო. კატავით. აი, რა შვება მეხუთე თაობა 35-იან საბურავებზე. მართლაც ხამთას იქიდან კი არ ჩამოგუყანია ეს ხალხი. ჩემი თელავიდან არიან. აგერ რიგი არის უკვე. მოვიდა მესამე თაობა, მეორე მესამე თაობა 33-იანებზე. და ნახოთ მოდის. აქედან. კაი ტრაექტორიით მიდის. აჰა. ზოგადად მესამე თაობებს ძალიან კაი სვლები აქვს და აგერ ამ მანქანას ცეტყობა. რამ ხელაზე შლის.
აჰა. აი კატავა. და მე მგონი და მაგინო. ესე ნელა მე მგონი. გაუჭირდა. აი ესე. ეგა პაპასვა მანქანები. ამოიარა ერთ პატარა წაიბუქსავა და მე არ ვიცი რაღაც ჩართო მე მგონი. ან ტრექშენმა იმუშავა. მე თქვენ განახევთო ეხლა როგორ. აბა ვნახოთ. აკაკი აი აქედან უნდა აიარო ყველაზე კაი ტრაექტორია აქა. მოდის. აბა ვნახოთ ეხა გასვლები, გაშლა, გამოშლა, რა ვიცი, დაკეთვა, მოკეთვა. დურატრეკებზეა გუდი არის. ო, ტრექშენი რაღაცა ვერ მუშაობს, ისე როგორც უნდა მუშაობდეს. აკაკი ტრექშენი არა აქ? არა. უი, არ ქონია ტრექშენი. არ ვიცი. ო, რაღაცა შველის და რა შველის არ ვიცი. გაისვლები აქვს სხვათა შორის. კარგად გაშალა. ეს ხმები რატო აქ არ ვიცი, მაგრამ სულები კაი აქ. მე მგონი სულებში ის. მე მგონი ხო. აჰა, ნელა. საკმაოდ თავდაჯერებულად აიარა. ერთი აქ დაბუქსავდა და მე არ ვიცი. რის ხარჯზე ავიდა ვერ გეტყვით. რაღაც ის ხარჯზე ადის. ტრექშენიც არ აქვს. მე არ ვიცი. რა უნდა მიხმარებოდა არ ვიცი. ღვთის დალა ეხმარება ალბათ. არ ვიცი, რა ვიცი. აჰა, წამოვიდა მთავარი. დღის კულმინაცია. მე ეს ახალი თემითოკინა წამოვიდა. ნახეთ ახლა. მეტი დარდი არ აქვს, უშუდათ აიაროს რა, ეხა აკლია ეხლა. ნახეთ აი. აკუჭასაც კი გაუჭირდა ასვლა, აი ჩემი თორნიკე და Land Rover-ი. თქვენ კიდე დასცინით ამ პიცაც და მანქანასაც რა. თორნიკე, დამაჯერებლად ვიტყოდი. არ ვიცი რა აქვს ჩართული, ჯერ შეიძლება არც არაფერი არ აქვს ჩართული. თორნიკე აქედან უნდა გაიარო. მიდი არ შემარცხინო. სად მიდიხარ ბიჭო? ოხ რა რისკიანია რა. ახალი გზა გაყავს. იქნება გადაყირავდეს ეხა სადმე კიდე. ჯერ არ უქნია თუ? აჰა, არ ვიცი, საიდან გაიარა. განსხვავებულია რა, როგორი მანქანას ყავს ესეთი გზებით დადის. ხო, არ ვიცი, სხვათა შორის ჩემმა კოლეგამ როგორ გადაიარა, მე ვიდეოში მეც გავიგე, მაგრამ მოდი ჩვენ უკანა ხიდის ბლოკირება ჩავრთოთ. თან დაჟანგდა მე მგონი, იმდენი ხანი არ ჩართულა. ამას შესახებ აქ გვამცნობს აი ეს ინდიკატორი, რომელიც ახლა ციმციმებს და აქედან ჩანს რომ არ ჩავარა და ამისთვის მოდი ცოტათი გავაგოროთ. ნახ, გეუბნები დაჟანგდა, უკვე აღარ ჩდება, ბლოკიც აღარ ერთვება. სხვა შორის აი ეს არის განსხვავება ისე პნეუმატურსა და ანუ აი ესეთი ელექტრო, ნუ ძირითადად მანქანებს ქარხნულად ელექტრომოყვევად. ამის მინუსი, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს, რომ ანუ ამას სჭირდება რაღაცა გარკვეული დრო, რომ ჩაირთოს, ამდენი არა წესით, მადლობა Toyota-ს, მაგრამ კვილანები მაინც უნდა დაემთხოს ერთმანეთს, ამიტომ მოდი ცოტა გავივილი გამოვიდი, რომ ცა პოზიცია შევიცვალოთ და ჩაირთოს. არ ერთვება. გამორთოთ. ჩავრთოთ ხელახლა. ეგა პაპასვა მანქანები. ამ დროს წინ რაღაც ხები ხდება, მაგრამ უკანა ბლოკს რო ვერ ართავ. ეს არის რა. აი, ჩართო. ეხაც გავგორდი და კაი. მოემართა ნიკუნა და რომელმაც რა ვიცი მე მგონი პირველად ვარო ამ მანქანით საერთოდ გასვლაზეო ესე თქვა. ნახოთ ერთ მანქანას ისე მოუფრთხილდება და ტყილად როგორ ისეთი დავაკვირდეთ.
მიდი. ჰა? გრუპ ჩათე? აა. ხო, მაგას ვიძახი ვიდეოში, არ ვიცი, წინაფორანერი როგორ ავიდა, აბა აქ მაინც ავთო ბლოკი ცოტა ჟანგები რაღაცა. და ბლოკთან ერთად A-track-საც ჩავთავ, საინტერესოა, არ ვიცი რა სიტყვა, ცოტა ფაფასვა რეჟიმში წამოვალ. ხო, მაგას ვიძახდი ნახე. ნახე. აჰა, ყოჩა. ო, რეალურად არა, კრუსტილკებთან არის. მოკლედ ნიკოლაუსამ ჩართო. უკანა ხიდის ბლოკი. A-track-ი აქვს ჩართული და უკანა ხიდის ბლოკი. სელექტი და რაღაცა. MTS-ები არა. ჯილობა ეგ არ მაქვს ჩართული და ნიკოლა, ესე უნდა გაიარო, ეს სრული ტრაექტორი. ო, აეგრე პირდაპირ, მიდი. აია, მიდი გაურთულეთ ცხოვრება. ამას თუ ცხოვრების გართულება ქვია? ფაქტობრივად დეჟავუ მაქვს. აი კატავა. აჰა. მიდის მშვენივრად. ო, ანუ მივდივარ დეგენერატივით, არ უყურებ იმას, რა ქვია რა. გზას რა წესით აკო ჩემ ადგილას ესე არ წავიდოდა. საერთოდ გზას არ უყურებდა. ამიტომ აქ ცოტა ეს დამატებითი საშუალებები ძალიან გეხმარება. ამ შეცდომას პატიობს ასე ვთქვი რა. თუმცა ძალიან მარტივია რაღაცების დაბრკოლებების გადალახვა, მაშინ როდესაც ესეთი საშუალებები გაქვს თუ გაქვს კარგია რატომაც არა. თუ არა გაქვს ცოტა მეტი მუშაობა გჭირდება ტექნიკაზე. კატავ. კაი, ეხა რაღა დაგვრჩენია, ეხა ჩვენ უნდა ავიკატავოთ. ნუ ჩვენ როგორც ყოველთვის ოპერატორებს არავინ არ უხდის. ეხლა ჩემი გავლა გადაიხი. მიდი ანუ როგორ ბლოკები ჩართული გაქვთ თუ როგორა? ჯერ იმაზე წინახიდი არ ჩაგირთვია, ანუ ხელებს არ ახმარებ რა. ყველაფერი ჩართულია, თქო, ქართულადარი ყველაფერი ჩართულია. კაი, წავედით ეხა ჩვენც ავიკატავოთ რა, აბა იქ არ ვიცი, მაგრამ როგორ მე უნდა ავიდეთ. ის ჩვენი კოლონა ნელა-ნელა აღმართებით თულდება. ნიკოლა სად არის არა ჩერტიობთ ხედავ ალბათ წამოვა. ეხლა გადმოვედი როგორც ეს ადგილები გადავიღო და თან მე გამოვფრთხილო ყველა რომ იქ ზევით არის ძალიან დიდი აღმართი და ჯობია რომ თითო მანქანა ავიდეთ და როავა მე წამოვიდნენ სხვა მანქანები. ახლა მე განახებთ როგორი მდგომარეობაა იქ. ხო, აი აქ არის უკვე კაი ისეთი ისინი საბუღნაო თოვლი არის რა. კუთხე აღმართის იმატებს და ამიტომ ცოტა იმაშვებიან, მაგრამ კარგად მოდის ჯერჯერობით ცოტა. რა უნდათ მერას მერჩიან არ ვიცი, მაგრამ კინალა ჩამა საბურავე. ნიკოლა სადღა არის? აკაკი თავისი ვრანგლერით, უკან მოყვება თონიკე თავისი შემარცხენელით. ნიკოლა ეთქობა რაღაცა აუდუღა და გააჩერა იქ და წამოგვეწევა. კარგად, ნუ ჯერჯერობით რა ვიცი, საკმაოდ კარგად დადის ეს რომელი იმ საბურავების და ზომის ყოლობაზე რაც არის. იქ ზევით მერე ტყეში რო შევარდ, იქ რა იქნება, უკვე კარგად გამოჩნდება. ნახე, თორნიკემ გაუყოლავები მიცა. რა ბიჭი მყავს. ოჩა. და როგორც იქრა ნიკონა და მოდის თავისი რანერით, რომლის დებიუტი არის პრაქტიკულად დღეს, ანუ არსად აყოფილა ამ მანქანით გასვლაზე, 33-იან გოდრით სატეებზე დგას და ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ხოდის და მერე ვნახოთ ხასიათს. კი, მააკაწრინა. კატროს. კატრა უნდა დავარქვა. გაიგა. წავეთ. ხო. თული აღმართია. ეს არის ერთი მონოკვეთი. სადაც უნდა გადავიდეთ. კი, 1-2-ზე ახლა შეგვიძლია. აქ ცოტა დიაგონალებივით არის. ო, კაია, მიდი ბიჭო. გაატანინა. ოჩა. რანერი 35 მეტრებზე.
აბა ნახოთ რა სიზავს. თაკო მოგვიწია ამას უკვე. თაკო, დეკატლონის 38-ებზე. საკმაოდ დამაჯერებლად მოდის. არც კი აუჩქარა ოდნავაც კი. იბატონო. აჰა. კატავით როგორც წინა დაბრკოლება. რაღაც ეგრე გადაიკატავა. შვენიურად აიარა. 13-აობა 33-იანებზე. ცოტა აგრესიულად მოდის. ცოტა კაი აგრესიულად მოდის. მაინც შედარებით. მოუგლოს, იმიტომ რომ არ ჭირდება. ზედმეტი. ცოტა კი გადათხარეს ბიჭება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ყოლა კარგად არის. აჰა, აიარა მშვენივრად. ესაც რანგლერი 32-იან დურატრეკებზე. ჯერჯერობით თავამად მოდის. ნახოთ ბოლოში რა სიზავს. ნელა მოდის. საკმაოდ დამაჯერებლად. ნუ სლები აქვს უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ჯაყაჯუყი რატო გაუდის არ ვიცი. მე მგონი რანგლერი ვარ მაგითი. აჰა. ჯაყაჯუყი. მიდარი. აიარა, შეძლო. წამოვიდა თორნიკე. წამოვიდა რა. ვითომ არ ვიღებ ამას? თორნიკე არავის არ ვეთქვი მაგას, რაც მან მოგივიდა. დაადგა გზას. როგორც ყოველთვის იქიდან მოდიოდა, გვერდთა გზიდან. კაი. წამოვიდა. არ გაუჭირდება ახლა, აი საკმაოდ ნელა-ნელა მოდის. ზედმეტად არ ტვირთავს მანქანას. აჰა. მოკატაუს საერთოდ. თუ რა გაშუქება. აჰა, ნელა-ნელა. ერთი რამე კენჭი არ მოხდესო, ისე მოდის. შეგონება რა ვიცი, საერთოდ რა ხდებაო და. ხალხი დაწყდა ახასლაში. აჰა, საკმაოდ შვიდად და წყნარად აიარა. რაც თორნიკესგან გამკვირვებია, თაკო, ესე იგი იმუშავე შენ თორნიკეზე. როგორ წავიდეთ გულისხმობ, ან ჩქარა, ან დინჯად, ან ნელა. ჩქარა? მეტი შენი რა მიდის, daily drive-ად ხო ყავს? კაი, წავიდეთ ჩქარა, ეპატაჟურად. ამას რა ჭირს ხომ მშვიდობა აქ? არიქა რალლიზე გამოდივარო თუ რა ვიცი, არ ვიცი. რა მოუვიდა რა არის? ყველა გას დააჭირე რაც კი აქვს მანქანას. მე მგონი თავის BMW-ში გონია. ეს ახლა ბოლოში რა მაიმუნობა. მივხვდი მე პუბლიკაზე მუშაობს. Actions ქმნის. რაი? ნიკუნა შეგძლებია მანქანის გამეტება. რა იყო რა იგივე თო მოიარე. ამას არა აკვირზე? რა? ხელი. რა შემოიჭრა? არა, ბიჭო, იაფიანი მანქანა, გლეხკაცი მანქანა. მეთქი რატო ვერ ჯდები და ჩამოვიდა. შენ დაგცინა დიდგია. რიო, ნახე, აგერ მაინც თავი ჩანს. აი ხო, ესე ისას წერტილების ვიდეო რა გადაღებული. ხო. შენ რა, აი, ბუნკერ და ეს ქვედა რო იღებ. ხელი და ეს თინდრობა. ჰა? რატო იღებ ეს? სტუმარი. შემოსტუმარია, სტუდიაში. როგორ მოგწონს გიორგი გასვლა და გადაღების პროცესში ყოფნა, მაგ. თავარია, ой, სად მიცეს? უკანაოს. იქ ხრამია. თუ არ იცი? შემიძლია ეს დავიდოდი, არ ვიცი. რატო მაგ ესეთი ნათელი რატო მაგას ახლა მოუკვდი და არ ვიცი. არა, თოლე, აი, ის ქონა, მზის ის ქონა.
რა გიორგი, ხებისე, რა გითხარ მოგწონს გასვლა? კი, კაი გასვლა. მე ველოდების სირთულეებს თი. და გადა- განიოლად დადის ყველა. და გადაღების ისე მოგწონს? გადაღება არ მომწონს. წოლად კი შეგიძლია. ჯენ მანქანით მირჩევია. ერჯერობით ყველა იოლად დადის თქვა და სირთულეებს ველოდები. ბუქსირი, ჯალამბარი, გართულება. კარგად ბრძანდებოდეთ, მოსული ხარ გადახდილია თქვენი. კარგად. მოვედით ეს ადგილას. აი, ნახეთ. დღეს შევდივართ. სადაც დავდივართ ხოლმე. უბრალოდ ეს კალეები, ანუ ლიანდები, თუ ნაკვალევი არის გართულებული, დაღრმავებული. წამოვიდა აქ. ო, აი უკვე ედება დაბლა. მიდი აკო. მიდი ბიჭო. ნუ მაყრი მაგ რაღაცებს. რული მარცხნივ აკო. ჩამო უკან და მარცხნივ გაასწორე. წამო ეგრე უკან, მოდი. წამო ეგრე უკან. მიდი, მოდი. კიდე წამოდი უკან, წამოდი. წამო. შეაგდო? ხო. ეხლა სწორად უნდა ცადო გასვლა, უნდა გაატანინო. როგორ ბიჭო, ხალხისა, ხრამებით არის. ცოტა გვერდით გადააცვლა. მაშინ აქეთ გადმოდიო, აბა რა გითხრა. რას გონით რომ შევარდო? აქეთ ვერ გადმოვა. გაიარეს. მიდის. მოიცა მაშინ მოვალ ადგილზე. ცოტა რას გონით და უნდა გაუყენოს რას გონით. აი, წავიდა, აქეთ უნდა გადმოსვლა, მაგრამ აქეთ მე მგონი ვერ გადმოვედი მარტივად. აკო, აქეთ გაგიჭირდება ამოსვლა. მარჯვენა მხარეს, სადაც მიდიხარ, ასვლა გაგიჭირდება თქო. ჯობია მარცხენა მხარეს გავუყი. აქედან ჩასავარდნი არაფერი არ აჩანს. ჩამოუწიე. რატო გინდა რომ მარჯვნივ ახვიდე? ბიჭო, მარცხნივ სად წავიდე, გაიხედე. ბიჭო, აქეთ მარცხნიდან რომ გაუყვები კალიას, მაინც იქა გაგდებს და შენ ტყილა იმას კარგავ, რა ქვია, ინერციას. რა შოუ დადგმაგინდა, ხო? არა, რა შოუ. ოპერატორები აბა რისთვის ვარ და. არა, რა შოუ, პატარა შოუ თუ იქნება. უარსაც არ ვიტყვით ბიჭები, მაგრამ აი, ჩადის დაბლა არ ვიცი რა საპირეს. მე ავალზე ვით ახლა. გაკიჟდა ესა. მაინც გაატანინა. მაინც გაატანინა რა. აქ ჩაждდება. ძალიან ბოლომდე არ წახვიდე. კი. მოდის რანერი მოაპობს თავს. ბიჭო. ჰოპ. აქ მე ვდგავარ, აქ არ გინდა. კიდე კაი ხე იყო. აქეთ. არა, ჯერ არ წამოხიდეთ. ცოტა თუ გინდა დაბლა ჩადი და მერე წამოდი ხელახლა. ცოტა. ცოტა. აქ მაგარი ამბავი ხდება, იმიტომ რომ აქეთ არის ქვები და უჭირთ გადმოსვლა რა. იქით ამ მხარეს მიათრევ, სადაც გადასაჭეხია. მოდი გავეცალო მე. ეგა. გაატანინა. ოჩახ. დირია. მაგეს მით? მალე უნდა გამოჩნდეს კადრში. დაკეცილი აქ. ბოლომდე აქ გაყრილი და იმის იქით კიდე. აი კატავა.
ახლა ჩადი უკან და ხელახლა წამოდი. როგორი მდგომარეობა? სამა მანქანა მაიარა. რანგდერი ჩვენამდეც ვერ მოდის. გაზი უნდა, გაზი ამ ყველაფერს. ველოდებით მოუთმენათ როდის მოვა აი ამ ადგილას. ხო, არ იმეტებს და ისა ნელ-ნელა მოდის. აქ ნელა ვერ გაივლე. თუ არ გაიმეტე მანქანა შეუძლებელია რომ ნამდვილად. აი ეხა არ ვიცი აქ როგორ გამოჩნდება, მაგრამ აი ესეთი გადათხრილი ამბავი დავტოვეთ. აი აქ ხდება ეს ყველაფერი. ცოტა გაზი თუ არ გაიარა, ისი არ გამოვა. აბა ველოდებით. 3 და 7-ია? 3 და 6 მე მგონი. 3 და 6. ხო, მგონი. არ ვიცი, ვკითხოთ. რო გამოვიცა, მოდის. მოდის და მეორე. Push. ხმა მოგვიახლოვდა. სიჩქარე შეუცვალა აშკარად, მაგრამ ბოლომდე. ვა! კაია, მიდი. ეგ არის, გაიარა. მიდი, გაზი. გასაოცარი იყო. არა, ეგეთი ხმა აქვს უბრალოდ. კარგად გამოიარა. ხო. რაცა უნდა. არ ველოდის. არც მე. შემდეგი თორნიკე მოდის ახლა. ოპა. ნიკი არ შემოჩნდა. ბიჭო. გონი ავა. კი არა და ავიდა რა ავა. რა მგონი. ეგ არის. ხო, მაგრამ გიტარებზეა სამაგიეროდ. ბურთები არა აქვს. მოდის. ეს რა იყო ეხა? ეს რაღაც ძალიან მარტივად გაიარა. არაფერი და საქმეც მაგარი. რაღაცა მოგვატყუა ეხა. რაღაცა იჩეტერა მან, ისე გაიარა არაფერი არ მოხდა. ნიკოლაუსას დღეს აქ გადაკეტილი პოლიგაზებით დადის მთელი დღეა. მიდი შენგენ ნაცვალე იმენა. ნადირია. ეგ არ გავიგე ეხლა უკვე. ეს კიდე გამიხესტემე. მე მგონი გაწმინდეს აქ გზა და იმიტომ გადიან ეგრე ადვილად. აღა ედარდება. ხო რა, არ ვიცი რა არის. ეგრეა ყველაზე ბოლოს შემოდიხარ, ყველაზე ადვილია. წავედით. აჰა. რა სიტყვი აბა? აი არის, აი ესე თოვლია რა. ისეთი თოვლია. ანუ ისეთი გზაა რომ არაფერს არ დააზიანებთ და სასიამოვნოა. კარგი ღრმა თოვლის არის. თან გაყოლოთ სიამოვნებს. აი გაკოცი თქვის თავის სათქმელს. მე არ წალია ეს. ჩემ კიდე აღსალღაც ჩავვარდით, მაგრამ ანუ შეერჯერობით მივდივართ. ანუ ხო, კაი გზაა. ეხლა განახებ როგორი გზაა. ბიჭო. ოპა. აქ უნდა ჩამოვიდე. თქო გადავიღო, წადი უკან. მეგობრებო, ჯერ არ წამოხვიდეთ, ცოტა ისინია. მარში დარჩენილია. არ გავარ. თორნიკე რავი ვერც მოდის პრინციპში, არ არის პრობლემა. მოიწინ გააგიჟებ და გასახეთ. თან ისედაც რაღაცა შენ უფრო დადიხარ აგრესიულად. ძალიან მოდის ახლა. და თუ გინდათ კაია, პოლზე დაჭდა. აქაც კარგი გოჩას სახე. რავი. მე მოი თორნიკე დამეცეზე, რავი, ესაც აქ ტრიალებს ჰაერში. ოდნავ გადიუკან. ანანო მან ჩენი იმედი გოქ. კუნა ყოჭა. ხრამისკენ მივყავარ თողონ, თუ რაღაცა ამან გადამაგდო. ძალიან ამბიციოზად წახოდი ნამეტანი. გავაკო? გადავიდე გადავუღოთ აკეთე. აქეთ უკვე გამოვა. ავი კაცალე, რა ვიცი. ავა ახლა. გავიძრა. ხრამ რაღაცანაირად აძურა. აა ვერცად. ისე
საიტარი. თორნიკეს აწყელი ნიშნულს დაუბრუნდა. ისა. მუსიკა ქონდა ჩართული, სორი. რა? ბუღნაუტო თუ ბუღნაუტო. აკოს ძირით გამოფხეკილი თოვლი. აქ სულ აღმართებია და ესე უნდა ვფხიკოთ თოვლი. ან მე რამენაირად უნდა გავუშვათ 35-იანი რანერი წინ. რომ ის უფრო მარტივად გაკვალავს. აი, წავედი ახლა მე ცოტა ზევით ავალო გადავიღო. თუ უსაუბარ დააწყებინებ ძალიან, შეიძლება დაბლა წავიდეს, ამიტომაც ვცდილობს რომ მე დაკვალოს, მე ესე უკან წავიდეს, დაკვალოს უკან წავიდეს და აი ესე დარჩა ეს. ხო. რაც უფრო ბევრ სიბუქსავებს ადგილზე, უფრო და უფრო დაბლა წავა და არანაირი აზრი არ ექნება. ეგ სახეზე, ეხა ისე უკან წინ, ესე უნდა ვიარო დღეს. უკან წინ რომ ნახევარი და. დაკვალოს. ეს არის თოვლში სიარულის ერთ-ერთი მთავარი ხერხი. აკო ხო არ გავუშვათ წინ 35-ები. აქ ეხა უბრალოდ ვერ გზას ხო ვერ აუჩვით. აქ სად გაუშვათ ვერცაული. ხო, ზევითაა გადასახვევი, იქამდე უნდა ახვიდე და იქ მერე შეგვიძლია გავუშვათ. რა ვიცი, რა ხდება, ალბათ კადრებში ხა გამოჩდება, ჩვენც არ ვიცით. მანამდე ვიხალისოთ. აქ რამე სახალისო მუსიკა უნდა დავადოთ. აი რაღაც ტრენდენთა ტრამპავს უნდა რაღაცა და ამ დროს ეს ტრენდენდენდენ. ისე ციფრო გამოყავთ. ტაიმლეპსი უნდა გადავიღო, გამოვაჩერე და აი, всё, ალდა. ოი და. აუ, ძალა ბარი მე მაქვს. ამბანი გვერდს თორნიკე ისვენებ? არა, არ ჩანდა, მიდი. ახლიდა. ზევითად რაღაცა კარგი გართობები არის და ეხა. თორნიკემ გახსნა არ უყვარს, როცა მეორეა და რაღაცა უფრო ვიღაცა სხვა უფრო კონტენტს რო გთავაზობს. ვეღარ ავთქვი, დამება ეგ. მანქანაში მშვენივრად ვიჭექით ბილად და ეხლა გადმოვედი. არ გამოიქცეს ფრთხილად. რამაზია, კაი ამიდი გვაქვს, იმიტომ რომ კადრები გამოდის სალამაზი. ნამოხვედი ნიკონა. აკო და შენ დაგაყენოთ ასე გვერდი. ო ისინი კარგად ერთობიან. ოიცი, ბავშვები წვალებით უნდა გაზარდონ. ჯერ ეს, ჯერ ტოიოტასთან არ უნდა მიიღო. ჯერ ეს. კარგად მიდიხარ ეგ ნელ-ნელა გაგაქ რა. დაბლა თორნიკე გაიჭედა. ანანო, ეხა გაქვს შანსი რომ გადაიღო მეორე ამოხმა. მიდი, აკო გაუყარე. გაუყარე. აი ესე. ეს უკვე კაია. კარგი. აკო მანდ ეხა გინდა ერთი, იმიტომ რომ მან დიაგონალს იყიდებ. ჩამო, მე გეტყვის ამ წამოხვიდე. მოდი. წამო. დაახლოებით აი კიდევ ქონა ხო. დაიწყოს. მოდი, კიდე მოდი. აი ეს. ჩო. მოდი. ცოტა მეორე მხარეს აიღერული. სტის. უფრო მეტი. კაია, ერთი გინდა კიდე ეგეთი. ან ცოტა უფრო დაბლა ცოტა უკარო წამოხვიდე, ცუდი არ იქნება. მოდი. კიდე მოდი, მე გეტყვი სად გაჩერდე. მოდი. მოდი კიდე. მოდი. всё, კაი, აბა ეხა წადე. აბა გავუშვათ. ეგა.
ნუ მან წინ გადახვედი, მაგრამ ერთი ეგეთი კიდეა წინ. ეგრე უნდა იარო, სხვა გზა არაა. აიმე. მან გაგიჭირდება. მოდი უკან. წამო კიდე. წამო. წამოდი. წამო, მოდი, ეგრე კარგად მოდი. მოდი. კაი, აბა ეხლა მან დანცად შეიძლება გაიარო უკვე. კურჯობია. როგორ? წინ გადავინაცვლეთ, მოდი. კაი, მოიცა. წავიდა. კაია. რა იყო, ბიჭო? დაგიშავა რამე? მიყავს რანგლერით. ისეთი მძიმე არის, ესე იგი, ეს მანქანა. ტონა 700. მართლა. არა, მოხახავს ცოტა, მოდის. მძიმე გვჭირდება მე მგონი, მაგრამ არა, მაინც კარგია. ცოტათი დაკაჩა. მაგრამ იქ მე მგონი ჩაებღაუჭა ეს ვრანგლერი და მოდის. მე რა ვეცდები. სხვა რა გზა მაქვს? მეტი გზა არ არის. უკან დიაგონალზე. ოი, წინ რაღაცეები ხდება ამასობაში. ყველა თავისი ისტორია აქვს. კაი, მეტი აღარ გინდა, დაღამართა. ისე მარგი ამ ხმით გავასწორებ, დავადებ პარალელურად რა ხდება და პარალელურ სამყაროში. ეხლა რაციაში გესმოდათ მარგის ხმა. ერთი ჩადი უკან ჯიგაროვან ბოლომდე არ ჩახდინე. მიდი გეტყვი. მოიტკეპნა კარგად. და წამოვა. ერთიც. კარგად ამოხტი. ერთიც სადა ეგრე მიდი. კაი. ეხლა გაგიჭირდება. გადგი. არა. კაი, ჩაჯდები, უკან წადის უკვე. ეხლა სუთავიდან. ეგრე ვერ წამოხვალ დიაგონალზეა. აკო უკან დიაგონალზე ხარ. გამოკანდი ცოტა. ჩადი ისევ იმ ადგილზე და იქიდან წამო. ინერციით უნდა წამოხვიდე. საკმარისია. კაი, მეტი აღარ გინდა, დაღამართე ეხლა. ცხვირი დაღამართე გაქვს და კარგად წამოვა. ნადირია. ერთი ჩადი უკან ჯიგაროვანს ბოლომდე არ ჩახვიდე. მიდი გეტყვი. წადი. მიდი. კიდე. კაი, ეხლა წამო მანდან. მოკლედ აქ სერიოზული ამბები ხდება ხალხო. გაზი. არა, უნდა დატკეპნოს ჯერ. ჯერ ტკეპნის, ხო. დატკეპნის და მერე კაი ბატონო. ერთიანი ძალებით. კარგი. კაი. შეგიძლია ჩემზე წამოხვიდე და ასე ახვიდე. დიაგონალი არ დაიჭიროს. დიაგონალს დაიჭერს. აქ უკვე დიაგონალს იჭერს. ნელა უკან ხეა ძალიან არ წახვიდე, კაი. მერე უკვე დაგაცულებს. ერთი წაკო და ეგა. აღარ დააკლო, მან დრო შეაგდებ, გაზი აღარ დააკლო. ჩადი მიდი ერთი წეთ და ეგაა მე მგონი. თუ კი ნაკეთა მხარეს ცოტა ჩამოწიე რომ გაიესფოდე ჩემი. გადი. კარგი. აი. ჯერ არ წამოხვიდეთ, ვერ გადაგიღებთ ხალხო. აი ხა გაზი არ დააკლო, აი აქ ბოლომდე და აკო, მიდი კიდე. აი აქ მე მგონი თქვენი მანქანა გაუშვათ წინ ეგდროა უკვე. არა ჯობია აი აქ შემოაყენოს და შოთა ავიდეს. არა, რას გონი არ გეყო აკო. ჩადი მიდი. მიდი ეგრე მიდი.
კარგად მიდიხარ, მიდი. კიდე მიდი უკან, კიდე. რა შვება არ ვიცი. უკან გაისტორა. 32. 32 ხო. ვაიმე. აბა ცადე თუ ამოხვალ. არა. ოდნავ უკან წადი, ოდნავ. კაი, აბა ცადე ხა. ხრი. უკვე გაისიპა აღარ. ხო. დავიდა მიდი. არა, აზრი არა, ხაკო უნდა ჩახვიდე. მანდ ვერ დაძრავე აღმართ. მიდი, წადი უკან, წადი. ხა პირველ მანქანას გაუჭირდება ყველაზე მეტად ალბათ. რახან ჭრის? კაია. საკმარისია. ხა წამოა ისევ წინ. მიდი, წამო გაზით და ბარე მახაც ეგრე გადი რა. მიდი. ეგარი! მიდი! ნადირი! როცა ადამიანი არ ნებდება. მიდი. გაატანინა. ის თუ არა. მოგესალმა. ეგრე რას გონით? დავაი. ოპა. ეგრე, კაია. აჰა.